ზის მეგობარი გვერდდება. მოგესალმებით ბატონო მალხაზ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მიიღეთ ჩვენგან სამძიმარი ბერი ნიკოლოზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მოდი დავიწყოთ საუბარი იმით თუ თქვენ პირადად რა გაკავშირებდათ მასთან. ძალიან დიდი ხნის მოგეთ 93 1999 გამანიკობ იყო ჩემი მოყვარი. აფარებას მას ვაბერებით მამადამიდან მოყოლებული და მე 95 წლის მერე რომ წავიდა მე უკვე პატრონები რამე ფიქრდებოდა მაშინ მივდიოდი რა ასე ვთქვათ ესე არ ვაწუხებდი რა. ანუ თქვენ მისი არა მხოლოდ მეგობარი იყავით, მისი სულიერი შვილიც იყავით. დიახ. თქვენ მამადამების შვილები ყველა მას ვაბერებით დასარევით დიახ. კი ბატონო. ბატონო ახას, ვინ გაგაგებინათ იმის შესახებ, რომ ბერ ნიკოლოს შესაძლო პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და მოგვიყევით იმ დღის შესახებ, როცა თქვენ ექიმი მიიყვანეთ და მასთან ბინაში შესვლა და დახმარების აღმოჩენა სცადეთ. ცეტრა მამაოს უჭირდებოდა დახმარება, იმიტომ რომ ისეთი ღვაწლი ჰქონდა ხანფეხი ტკიოდა ვარიკოზი ხან უკმარისობა, ბევრი ავადმყოფობა ჰქონდა მამაოს ძალიან რა და აი სხვათა შორის ცნობილი ქირურგია, ცოტა ქარჩავა ბევრს ეხმარება დასავლეთში ასე რომ ვთქვა და მაგას თვითონ მამა ნიკოლოზ მოხდა მაგრამ როგორც დაექიმი და მაგას ხოლმე და როცა ცოტა ჩამოვა იქ მუშაობს ზუგდიდში და როცა ჩამოვაო ჩვენთან მოვიდეთ ხოლმეო და ბატოშოთას უწევდა თვეში ერთხელ ან ნახევარში ერთხელ ჩამოთლა 1-2 დღით რა და როცა შოთა მოდიოდა კურთხევა ჰქონდა მამაოსგან რომ მიმეყვანა ექიმი ყოველ თვე ასე იყო რა როცა იყო ხო და მე ასეთი რაღაცა მოხდა რომ ესე იგი რომელი დღე იყო ესე იგი 6 აპრილს ხო ნახე მე ისა რა ქვია ვიდეო რომ მამაო ძლივს რო გამოდის და მე დაურეკე შოთას. შოთა არ მომწონს მეთქი და შენ სად ახარ მეთქი და მე თბილისში ჩამოვედიო, მამაჩემი უნდა ნახო და 2 დღე აქ ვიქნებიო და მაშინ ძალიან ცუდად არის მეთქი და ხო გვაკურთხევა და წავიდეთ მამაოსთან და ამას ეცალა საღამოს და წავედით საღამოს მამაოსთან. მაშინ ხო 12-ის ნახევარი დაახლო დიდი ქუჩაბათ მიყო, ვედიარ ეკლესიაში ვიყავი და მე ავედით საღამოს რა მე და შოთა. ხო რა გავაგზავნე ხო თუ კი რა სიტუაცია დაგხვდათ გისმენთ ყურადღებით დიდი ხუთშაბათი იყო მიხვედით კი ბატონო და საღამო იყო ხო დიდი ხუთშაბათი იყო საღამოს 12-ის ნახევარი დაახლოებით ასე ხო და იქ მივედი დავხდა რამოდენიმე ადამიანი 4-5 კაცი და რამოდენიმე ქალი ასე ვთქვათ რა და ეკენთან ავედი და მანამდე ვიღაცას ეჭყუბეს ერთი ბიჭი უცემია და 5 კაცს არ ვიცი ეხლა რა ჩემი საქმეა და მაგრამ მაინც არ იყო მოთატონი მამაოს იყო კარების წინ მოთარი როგორ მეთქი რა ხელა ხალხი ხართ მეთქი ერთ კაცს როგორ მოსწამდეთ მეთქი 5 კაცი მეთქი რა და ცოტა ისა შეშმოდნენ ეხლა ეს რო უთხარი არ მოეწონათ ეს სიტუაცია მივედი პირდაპირ კარებთან და ვაკაკუნე სამჯერ დაუკაკუნე როცა და მამაო როგორ ახართ მეთქი ტაში დამიკარით მეთქი რა თქო მაგერინე და მე და შოთა მოვედით მეთქი და როცა შოთას რო ვახსენებ ყოველთვის მამაო აღებდა ხოლმე კარებს არ ყოფილა შემდგომ აი წარმოვიდგინეთ არსის შეხვედრიდან დიდი 4 არ გაიგოს და თან ისიც გვაგებინებდა ტაშით რომ არაო და ეს მიცოდი რა და არ ვაწუხებდი მამაოს მოგლეთ დავაკაკუნე და ისინი მეუბნებია რატო აკაკუნებო მოხარი საღამოს შუადღეს მოხვედიო და მოხარი ასეთი კურთხევა მაქვს ამათო დროდის ეცადა იმ დროს მოვედი მეთქი და თან მამაოს პრობლემა არ აქვს მეთქი მამაო ყოველთვის მეუბნება მოდით ყოველთვის საღამოს ეს იცოდით მამაოსგან მაგრამ მაშინ არც ის საღამოსაც არ მიგვიღებდა ხო ხვდებით არა ხო და მე მოხარი რომ მამაო არის ცუდად მეთქი აი ხა ნახე მეთქი ვიდეო მეთქი და მოკლედ ისეთი სიტყვები ვაკადრეს ერთმა აბატურეს ვინ იყო ბატონო მალხაზ ანუ ეს ხალხი სულ იმყოფებოდა ბერი ნიკოლოზის სახლის კართან და მორიგეობდნენ რომ იქ არავინ შესულიყო მათი ნებართვის გარეშე კი ბატონო უყურეთ ჯგუფები იყო ერთმანეთს აი მოკლედ ერთმანეთის პიროვნებაში კონსალტუნდნენ რა ვინ დადგებოდა პირველი წინ იმაზე ფიქრობდნენ რა წარმოდიეთ რა პრობლემა ჰქონდათ რა წინდებოდნენ ეგონათ რომ მაგრები იყვნენ ამ კარგები და თუ ჩხუბი იყო მაგაზე ვინ წინ დადგებოდა ხო და რა ვიცი ხო მოკლედ ესეთი რაღაცა იქ დავხდნენ ეს ხუთივე მოუთხარი მამაო ცუდად არის დავახსნათ კარებისა იმიტომ ვაკაკუნებთ კი ბოდიში ხო და
ეხლა მამაო გაკუნდაო ექიმიო არის ღმერთიო ხო და თუ გვაქვს საშუალება დავაბრუნოთ აუცილებლად მანხას ჯინორია ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილის მეგობარი სულიერი შვილი ისყვება 6 აპრილის ასე ვთქვათ შემთხვევაზე როდესაც მისული იყო ექიმთან ერთად ბერი ნიკოლოზის საცხოვრებელ სახლთან ყავს ისევ ხაზზე ბატონო ხაზს გავაგრძელოთ რა ანუ შევჩერდით დიახ ჩა ვიღაცა დამირეკა ბოდიშის მოხდა. კი ბატონო მესმის პირიქით ჩვენ გიხდით ბოდიშს რომ ასეთ დროს მაგრამ ძალიან მაღალია ინტერესი. შეიძლება ვიღაცა დამირეკოს და გაიქცოს და ბოდიშის გიხდით. გვესმის აუცილებლად გვესმის გავაგრძელოთ რა საუბარი ანუ არ მოგცეს შესაძლებლობა რომ შესულიყავით ბინაში რაიმე გაიგონეთ იქიდან ხმა იმიტომ რომ ტაშის გაიგონე მაგრამ უბრალოდ მოვწყდი რაში უყურეთ მამაო ხმა არ გავიგონე და რა თქმა უნდა ჯერ მამაო მოგოთხარი ცუდად არის მეთქი რა შუაშია ღმერთი საიდან მოიტანეთ მეთქი და ცუდად არაფერი იქნებაო ხმა გავიგონეთო და ისა პარკის ხმაურიო და მე რომ დამეყრდო ისე კარგად შევიდაო არაფერი პრობლემა არ იყო და აი ესე იგი როგორი რაღაც და ისე მითხრეს რომ მე ალბათ კარგად არის და ეხლა არ შევაწუხებ ეხლა არ მინდოდა ჭხუბი იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ყველას ესე იგი გუბის სუნით ყარნა და ბოდიში როგორ შეიძლება და წითელ პარასკევს და ამათ თუნდაც შეიძლება ხმაური და პარასკევს მისვლა და ჩვენ და შეიძლება იქით რომ მიგვეყადა მოკლედ რა ეხლა მე მამაოსაც ვეცი პატივი ბატონის შოთაც იყო და მადლობა ხმეს მოვითმინე რა თან ახალი ნაზიარები ვიყავი მადლობა უფალს რა ეს რომ არ მოვწყობ ესე იგი შეცდომაში შემიყვანეს რა თორემ ნამდვილად დაურეკავდი პატრულს და თამაშობდით და გავხსნით არებს აი ამაში მოვწყდი ნამდვილად და მე რამდენიმე დღე რომ გავიდა მე სპემა მითხრეს უყურეთ მალხაზიო რამდენიმე ესე იგი ბოდიში 8 დღე ბოდიში შემეშალა ხრაში ყო ეს ამბავი ფერო ხრაში მივედი აი 3-4 დღის უკან დამირეჭეს რომ მალხაზიო ხმა არის მის საერთოდ მამაოსი არც ჩამიჩუმიო არც რამის დაგდებაო და უკვე შემეშინდა და წავედი მე მამაოსთან ხო და მე უთხარი გიგას უთხარი პატრონს რა სახლის პატრონს ეხლა მაგია პატრონი და მაგან უნდა გაახსნას ხო კარები გიგა მეთქი თუ მამაო დაუძახებ და ხმა არ გაქვს ამეთქი აუცილებლად უნდა გავახოთ კარიო და კი თვითონ მაგის დამთავრდა და მე როგორი რაღაცა იყო იცით დაუძახეთ გამოვიდ ხო დაუკაკულე ჯერ მამაოს მამაო თუ ხარ კარგად ტაშით გამაგებინე თუ არა და ან თუ კარგად მართლა მივდივარ აქედან მეთქი იმიტომ ჩვენ არ გვიშვედენ ეკი წარმოიდგინეთ ავედი გამეგო რა მამაო ცოცხალია თუ არა აი წარმოიდგინე და როგორც იქნა დავაკაკუნე კარგიო ხო და როცა მამაო ისა ხმა არ გაქვს და უკვე უთხარი გიგას უნდა შევიდეთ მეთქი და მთელი ამბავი ატყდა მაგრამ შევამკვიდრეთ ასეთი რაღაცა საშინელება დაგვხდა რა მამაო იჯდა იქ სკამზე და ისე აი წარმოიდგინეთ დაძინებული იყო რა ასე რომ ვთქვა მამაო საერთოდ ამდენი 30-ზე მეტია საწოლი არ უნახია მამაოს და სულ სკამზე ეძინა ხომ როცა დაიძინებდა რა ესე რომ იცოდეთ რა ასეთი ყვავში იყო და ასეთი რაღაცა სურათი ვნახეთ სამწუხაროდ უფრო შევედით რა ბატონო ესე ნებულო იმიტომ ისეთი რაღაცა ხდება აი დამიჯერეთ ხალხო აი წიგნებში არ წარმიკითხავს ისეთი სექტაა რა გავსი თუ გამეკო საერთოდ რა რას გულისხმობთ აი გითხარით ახლა რა ხდება ამ კონკრეტულ ვითარებაში იმიტომ რომ როგორც ვიცით მრევლის მოთხოვნით არ ჩაუტარდა ბერი ნიკოლოზის ცხედარს ექსპერტიზა დიახ ექსპერტიზა არ ჩაუტარდა არ გაჭრა არ მოხდა ეს კი ბატონო და ამაში ყველა დავთანხმდით კი ბატონო და გამოვაჩენეთ უკვე რიტუალების სასახლე რო არის საფურთალოსზე აი იქ მამაო დასვენებული და ხუჩაბად 2 საათზე არის გასვენება რო იცოდეთ გარდაცვალების მიზეზზე ანუ რადგან თქვენ დრო და დრო აკვირდებოდით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმთან ერთად სტუმრობდით მას და როგორც ვიცი დაყვებოდა ხოლმე ის ექიმის მკურნალ ყოველ შემთხვევაში მედიკამენტებს მაინც იღებდა ვიცი რომ შესთავაზ აუცილებლად იღებდა მაგრამ ბატონმა შოთამ უთხრა მამაო სამატყობოში წაგიყვა და გიმკურნალებო და მაგაზე აი მე მოვიფიქროთ მაგრამ წამლებზე არ იყო პრობლემა იკეთებდა ამასთან და ფეხები ყოდა დასიებული საშინლად შოთა ბატონმა შოთა მკურნალა მარტო 2 კვირაში მართლა ფეხზე დააყენა ბევრჯერ ყოფილა შეთქვა რამდენი წელია შოთა პატრონობდა და ყოველთვის მაყოფილი იყო მამაო და აი ბოლოს აი რო ხოლტერი წაუღო და აი მამაო ნახებეთ ისა და ჩამოიკიდეთ რომ შეგამოწმოთ და უარი თქვა და მერეო და აი შოთა შეწყვეტა კაი ქირურგია ხარ სპეციალისტი ესა კარდიოქირურგი და მიხდა რომ არ იყო კარგად მდგომარეობა მაგრამ აი როგორ გითხრათ რა
არც იცი ხომ თოდოდა, მაგრამ ასე ვერ გავიგებ რა აპარატული და იმით უნდა გავჩინო თავი და ბოლომდე და სამართლებაში რო წამოვიდეს და არ წამოყვა მამაო, არ წამოყვა სამწიფაროდ რა. რატომ წამლებდებოდა, ეს ხო მინდა გითხრა, თუ წამლები, მაზები ამას ყველაფერს დებოდა. ხო, ლეტალური შედეგის მიზეზებზე თუ საუბრობენ ექიმები, აი ესე გარეგანი დათვალიერებით რა შეიძლება არა, ექიმებმა ნახეს რომ არა, ჩვეულებრივ სიკვდით გარდაცვალებული ვარიკოზით გულის უკმარისობა და ეს ყველაფერი აი ბევრმა ერთად მოიყარა თავი. ეხლა მიწეს იურიდულად ასე არის, როცა გარდაცვალების ნახავენო თვითმკვლელობის იმით უნდა დაიწყოს რომ მოძიებაო, თორე არასწორი გავწევდა ინფორმაცია, ხალხმა მინდა მივიცოდეს რა, არავით არის ის არა თავი არ მოიგლა, მეტყვა დაგვიფალოთ და ესეც ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, ბერის რო იწვი თავი მოიგლას რა. ყველაზე მეტად მაგ ეზიდებოდა მამა ნიკოლოს. მეობროშტიოს კურსებით არის წესის აგებაც და მალობა ერთ პანაშიდი ჩაუტარეს. აი მამა ბენიამენი იყო. მარკობის წინამძღვარი, მისაც აღსარებას აბარო და მამა კირიონი მალობა მას ყველაფრისთვის და რა ვიცი, დლები იყვნენ და წეს ვიცი, პანაშიდები ჩაუტარეს. 4 შაბათს ჩაუტარდება წესის აგება. ეს რო იცოდეთ. ასე რომ თვითონ ეს გაუგებენ და პანაშიდს ჩაუტარებენ. ეს მინდა რომ ხალხმა იცოდეს რა. ბატონო, ახლა თქვენ თავად თქვით რომ აი ვნანობ რომ პოლიცია არ გამოვიძახეო. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ვინ გამოიძახა? თქვენ არ გახდათ ერთ-ერთი ვიზიტი? მე კი რო არ მომეწოდა, კარი რო არ გააღო და ბოდიში ტაშიცაც გამაგებინებდა. ტაში რო არ დაუკრა, ეგრევე უთხარი უნდა გაიხსნას კარები თქო რა. და ეგრევე გავხსენით კარები. ტივილი იყო, მაგრამ მაინც გავაკეთეთ მაგამბა. თუმცა როგორც ვიცი, საჩივარი პოლიციაში 14 აპრილს შევიდა და ინგა ბოლოთაური არის ამ საჩივრის ავტორი, რომელიც დეტალურად აღწერს იმ სიტუაციას, რაზეც ნაწილობრივ ახლა თქვენ ისაუბრეთ. ხომ არ გაქვთ, რადგან თქვენ ხართ ახლობელი ბერი ნიკოლოზის, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია 14 აპრილიდან 19 აპრილამდე რაიმე რეაგირება ამ საჩივარს მოყვა? აი ამიტომ დაბარებები იყო პოლიციაში და აი ნამდვილად არ ვიცი ხა რეაგირებას ეხა უკვე რახან დაბარებებია და რახან დაიკითხა ხალხი ჯერ არ ვიცით რა იქნება უბრალოდ რაც არ ვიცი ვერ გეტყვით რა ბოდიშის მოხდა კი ბატონო ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში მიმდინარეობს გამოსვლა მრევლის წევრები რომლებიც თქვენ ახსენეთ რომლებიც მორიგეობდნენ ბერი ნიკოლოზის სახლის კართან მათი გამოკითხვაც ხდება პოლიციაში ყველას გამოკითხვა იქნება. აი შეიძლება ეხლა არ ვიცი, იმიტომ რომ ყველას იქნებაო, ვინც მონაწილეობდნენ და ეხლა ნაწილობრივ ეხლა რამოდენიმე წავიდა, არავის არ დატოვებენ ესე ვთქვათ მის გარეშე, დიახ. კი ბატონო, ახლა და ბოლო შეკითხვა მე დროს აღარ წაგართმევთ, იმიტომ რომ ვიცით რომ იქ იმყოფებით სარიტუალო დარბაზში. თქვენ თქვით რომ თვარცები 1992 წლიდან იცნობდით ბერ ნიკოლოს, ხომ? მას აღსარებას აბარებთ და შეგიძლიათ გითხრათ ბოლოს როდის ისაუბრეთ, იმიტომ რომ ის მდუმარებაში იყო ბოლო რამდენიმე წლის. ახლა წერილობით მაგებინებდა და ჯესტები დასეროთა და ისე 20 წელია 19-20 წელია ზუსტად არ ვიცი, არის მდუმარებაში. ამ ხალხს ბატონო, ერთი რამე მინდა გითხრათ რა. ესე იგი 20 წელი სანამ დაიწყებდა მდუმარებას, ასეთი რაღაცა მითხრა და რო იცოდეთ, რომ მალხაზიო, ჩემი ლაპარაკი მოგენატრებაო, შენ სხვათა შორის სულ უყვარდა ლაპარაკი, აი სიყვარული ძალიან მართლა თბილა და თეთარ არასდროს გადატანით არაფერი არ უსაუბრია, პირდაპირ მეუბნება და როგორც ეკლესიური სწავლება და რა ვიცი, ამათ რა მოსდის აღარ ვიცი. და ეს ერთი თემაა და მითხრა რომ ჩაწერეო, ესე იგი კასეტაზე ჩამაწერინი თავის ხმა და სადაც წერს, აი მოკლე შინაარს გეუბნებით რა. ესე იგი ბოლოსო მე ყველას უღალატებო, იმიტომ მე მინდა ყველა გახდეთო მორწმუნეები და ყველა გიღალატებო, მე გაუტოლებსო, მის ცერტავს მე გაუტოლებსო. იმიტომ რომ ღმერთადეთი მარტო უღალატო ღმერთი არისო და ყველას დავწყვიტა მაგაზე გულსო. მე როცა მეუნდებოდი ხალხს რომ მამა გაბრიელმა თქვა რომ მარტოხილად ისე გარდაიცვლებოდა, მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება იყო. ეს ხალხს არ ჯეროდა და მე მამა ნიკოლოს უთხარი მამა გაბრიელმა რო გითხრა მარყოფილად გარდაიცვლებით მეთქი მამა ნიკოლოს მეთქი თქვენ ესე იგი მარყოფში გარდაიცვლებით მეთქი მონასტერში თქო
არა მალხაზი მონასტერი კი არა თქო მალტყოფილად ვიქნებიო მარტოდ ვიქნებიო ისე გარდავიცვლებიო აი ეს ნიუანსი ეხლა გამახსენდა უბრალოდ და ფაქტობრივად იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალება საქართველოს ხშირად ახსენებდა კვირაცხოვლობას აი იმ დროს გაიხსნა კარები აი ძალიან მიყვარს კვირაცხოვლობა ძალიან მიყვარს და აი ეს ვერ გავიგე რატო ამბობდა მაგას ესეც არ კვირაცხოვლობას ნახეს ის გარდაცვლილი ბატონ მახას იმ ადამიანებზე ხომ არ უსაუბრია თქვენთან აი ვისაც თქვენ რა ვიცი მის მრევლს უწოდებთ იმ ადამიანებს ვინც ამბობდა თქვენო აი ერთი ახლობელი შეიკით ახლობელი არის მაგრამ არისო რა ქვია იმაში რა ქვია მამოს იმაში არისო რა ქვია მრევში აღსარებას არაბერებდა ადრე და მამო სულ მამოსთან დადიოდა და მამო მე თქვენი მოძღვარი თქვენო ჩემი მოძღვარი ხარდო კი მაგრამ მე აღსარებას მაბარებდიო არა მაშინ მან გადაშერ გამოდივარ ჩემი მოძღვარიო და აი ეს მამა ნიკოლოზი ამათ ეძახდა მიმსვლელებს და მე ერთ-ერთ დამიწერა რომ აი ჩემს სახშიც იყო ერთ-ერთ საფუძველს ხოროდა ჩემ კორპუსში მალხაზიო მე გადავდივარ სექტასიო და მე გამიგდა მეთქი სექტაში რა გადავდივარ მეთქი ესე იგი წყვალზე რომ მოიყვანო მეთქი ეს ხალხი მეთქი არაო თქვენთვისო და თქვენთვის რატომ მეთქია აი უფრო მეტად რომ გაძლიერდეთო რა ამათ განწილვა არ უნდა თქვენისო და საფრთხეების ბევრჯერ ახსენებდა ამ ხალხს როგორც სექტას და დაწერებში მაქვს შიდა და აი რა ვიცი რა გითხრათ რა სულ ძავში სადმე წინებში თუ მენახოს კიდე აქ რა არის ყველასე თუდი მისიყვარულობა ერთმანეთის შეფათხება არც ერთმანეთის დახმარება არ იწონე რაღაც სასაული რაღაცა იყო და მე მივხვდი რაც გააკეთა მამა ნიკოლოზმა ყველა ასეთი არეული ხალხი ეხა თითოეულაზე არა მაქვს რამდენი კაცი მოდიოდა მამა უყვარდა მაგაცი არა მაქვს ეხა რა თქმა უნდა ლაპარაკი მე მაგ იმაზე ლაპარაკი ვისაც ღმერთი ეგონა და ასეთი ფანატიკური აზრები ქონდა წვედა ერთად შეკრიბა ეს ხალხი მართლა საშიში იყო გარეთ ეს დამიჯერეთ რა ეს არის კატასტროფა იყო რა ესეთი რაღაცა მაგრამ სხვაგან დააზიანებდნენ რაღაცა და პოლიციასაც და უთანხმოების სამსახურსაც კაი საქმე გაუკეთა იმიტომ რომ ვინმეს ნახვა თუ გინდოდა იქ ნახავით რა ასე ვთქვა სამკურნალო ადგილი თუ რა იყო აღარ ვიცი რა აი ეს მაბადეთ აღელვებული ვარ ისეთი რაღაცები გააკეთეთ რომ სიტყვები ამყოფნოს ბოდიში რა კი ბატონო რათან ეკლესიას დაგინებებ პატრიარქს დაგინებებ ასეთი მსგავსი არაფერი არ გამიგია მამა პირიქით იყო ჭერდა და არ ვიცი ეს რა სპახი რაც აკეთებდა არ ვიცი რა აპატიეთ რა ბოდიში რა ბატონო ახლა ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის ბერ-ნიკოლოზ მაქარაშვილის მეგობარსა და სულიერ შვილს მახას ჯინორიას უსმენდით სულ ეს იყო ამ დროისთვის გადაცემა 360 გრადუსი